გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ საქართველოში პოლიტიკური ნებათა ღელვა, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე არის ასული და უკვე ჩვენ მსოფლიოს გეოპოლიტიკის დონეზე ვართ ახლა, რომ შიგ ევროკავშირს და მის ელჩს როგორ ჯორავენ ქოცები ამას უყუროთ და ამით გული მოვიოხოთ და გვსიამოვნებდეს ჩვენი ეროვნული სიამაყის საკითხი არის კაცო როგორ და რანაირად ახლა როგორ შეიძლება ჩვენ ევროკავშირი ელჩი რამეს ჭკუას გვასწავლიდეს ახლა ხო ჩვენ უკვე თავმოყვარე და სუვერენული სახელმწიფო გავხდით დაუბარებიათ დღეს ქოცებს და რა ვიცი პატივი ეცითო ქართველ ერსო, რომ ქართველი ერის სახელითო არისო ეს ხელისუფლება არჩეულიო. საქმეც იმაში არის, რომ ქართველი ერის სახელით არ არის არჩეული ეგ ხელისუფლება, ქართველი ერის სახელით რომელი ხელისუფლებაც იყო საქართველოში, ის ვერ აიტანეს ვერც დასავლეთში, ვერც ჩრდილოეთში, ვერც სამხრეთში, ვერც აღმოსავლეთში და ვერც ქვეყნის შიგნით. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს. შორს აგვიყვანს წინა ვიდეო ლაივში მე ამ თემაზე ვისაუბრე. არ ვაპირებ ახლა მოუბრუნდი ამ ყველაფერს და ნუ ქოცები მოკლედ ზეიმობენ რომ რა მაგრები არიან თურმე როგორ გაჯორეს თურმე ესა ელჩი და საქმე იმაში არის რომ ევროკავშირის საელჩომაც გამოაქვეყნა განცხადება რომ ჩვენო ძალითო არავისო არ მივათრევთო ევროკავშირის ოჯახშიო და თუ არ გინდათ ვიზიაო ჩვენ არავინ არაფერს არ გაძალებთო ძალით ევროკავშირში არ მივდივართო. ბიჭო, ეხლა ჩემი დამოკიდებულება ამ შიგ ევროპის მიმართ ალბათ ყველამ კარგად იცის ამათი პოლიტიკური კლასის მიმართ და არასდროს ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ მოვრიდები ვარ ზოგიერთი მაგის გამო მლანძღავდა და ევროპაში რადგანაც ვარ ესე იგი თურმე გინდა თუ არა ევროპელების უკანალში უნდა ვიყო შემძვრალი თურმე და ჩემი სამშობლო არ უნდა მადარდებდეს თურმე და LGBT-ის უნდა შემოვიხვიო და ლოვე უნდა ვიძახო ალბათ და რა ვიცი ეს მსგავსი გამოხტომები უნდა ვაკეთო აი ეგ უკნიდან განათლებული ბიომასის იმით, რომლებიც სადაც გაძღენ სამშობლოს იქ რო გონიათ და ვინც გააძღო, დედა და მამა ის რო გონიათ, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა, აი ამ ევროკავშირის ამ განცხადებაში, ევროკავშირის ელჩის ამ განცხადებაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. ბიჭო, აი ამ ქოცებს მინდა მივმართო. კი მაგრამ კონსტიტუციაში ნონსენსი რომ თქვენ გინდათ ევროკავშირში შესვლა დღეს რომ თქვენი ტრაკიდან განათლებული არანაკლებ გაფერადებული მომხრეები რო კივიან და წივიან ევროპარას გვიბედავს და ამას გვიბედავს და იმას გვიბედავს მე მაინტერესებს ერთი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციაში თქვენი ნებით არ ჩაწერეთ ეს ნონსენსი, რომელიც არსად არ მომხდარა და ჯერ საქართველოში ჩატარდა ეს ექსპერიმენტი და საქართველოს მერე მიყვა ეს უკრაინას, მიყვა ეს მოლდოვას და ეს კოლონიალურ ქვეყნებს, რომლებშიც აი ესეთი ბიომასა გამოზრდილია, რომლებიც წივიან და კივიან, რომ ყველაფრის ფასად რო იქ უნდა. კი არა, ევროკავშირმა დაგაძალათ ეგ რო ჩაგეწერათ? მაინტერესებს ერთი თუ დაგაძალათ რო ჩაგეწერათ გამოდით და თქვით, რომ დაგვაძალეს, გვიხმარეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, გაგვაუპატიურეს და ჩაგვაწერიეს ეს, რომ კონსტიტუციაში უნდა გვეწეროს. ჩვენ ევროპელებს არ უწერიათ. ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანას ეს არ უწერია, არც ნატოს წევრ არც ერთ ქვეყანას ეს არ უწერია, მაგრამ საქართველოში ეს უნდა ჩაეწეროს, იმიტომ რომ რამენაირად უნდა გავხდეთ წევრი. ვინმე დაგაძალათ ეს? თქვენით არ ჩაწერეთ? თქვენით არ ჩაწერეთ და რომის პაპზე მეტი კათოლიკები რო გამოდით და შიგ ევროპელებზე მეტი ევროპელები რო გამოდით, რომ გინდათ თუ არა ჩვენი ისტორიული არჩევანია და მოვდივართო ევროკავშირშიო, აი კონსტიტუციაში ჩავწერეთ.
რაც არის პოტენციური საფრთხის შემცველი. პოტენციური საფრთხის შემცველი ევროატლანტიკული ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირში იმდენად კიდე არა, ნატოში ინტეგრაცია. რაც პირდაპირ რუსეთის გამოწვევას ახდენს და რის გამოც რუსეთი ომობს უკრაინაში და თავის ღვიძლ ძმას არინდობს იმის გამო რომ ნატოში უნდა შესვლა და როგორ არინდობს მე მგონი კარგად ხედავთ, ხო? არა მარტო ხოცავს, ბომბავს, ანადგურებს, მის ტერიტორიებსაც იერთებს. იმიტომ რომ ნატოში უნდა შესვლა და ნატოს ბაზების განთავსება უნდა და ნატოს ჯარების განთავსება უკრაინაში და 48 მილიონიანი უკრაინა თავის დროზე საბჭოთა კავშირი რო დაიშალა დავიდა 20 მილიონ ადამიანზე. ეს დემოგრაფიული კოლაფსი. და საერთოდ მალე უკრაინა საერთოდ თუ ასე გაგრძელდება კიდე ალბათ კიდე 3-4 წელიწადი ეს ომი უკრაინა ეს უდიდესი ქვეყანა და უმდიდრესი ქვეყანა საერთოდ დაიცლება თავისი მოსახლეობიდან. დარჩება ალბათ 10 მილიონი, 5 მილიონი ალბათ, რა ვიცი, რამდენი დარჩება 4 წელიწადში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა განახევრდა. ამის გამო ჯერჯერობით არ ცალიათ საქართველოსთვის რუსებს და ადრე თუ გვიან ისინი მოიცლიან და ამ კითხვას აუცილებლად დაგისვამენ. აუცილებლად დაისმება ეს კითხვა, ბიჭებო და გოგოებო საქართველოში, ნაცებო და ქოცებო და რა ვიცი 65-ო გენდერო. თქვენ კიდე გინდათ ევროკავშირში შესვლა, ამ კითხვას დაგისვამენ. თქვენ რას უპასუხებთ? რას უპასუხებთ? რო გიხმარათ ევროკავშირის და ნატოს ელჩმა და ჩაგაწერიათ ძალით? როგორც თავის დროზე ჟორდანიას მთავრობამ უპასუხა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, რომ ჩვენო ბათუმი და მთლიანათო ტაო-კლარჯეთიო, იმიტომ გადავეცითო 1918 წლის 4 ივნისის შეთანხმებითო ოსმალეთის იმპერიასო, იმიტომ ოსმალეთის იმპერიამო იარაღი დაგვადოო და სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გადაგვეცაო და გადავხედოთო ამ ყველაფერსო და მაშინ უბრალოდ პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერია დამარცხდა და ამიტომ მოხდა იმ ხელშეკრულების დენონსირება თუ არა, იმათ მე ჯერ ერთხელ გაყიდეს და მე მეორედ გაყიდეს ტაო-კლარჯეთი. და აჭარაც მიაყურეს, რომ ჩოლოქთან უნდა გავლებული იყოს საზღვარი. გმირად რო ყავთ, შერაცხული ეგერ პირველი ევროპელის ქუჩა რო გაქვთ გახსნილი ჟორდანიაში, სულ აძაღლებულის. მე რო აქ მნანძღავდით, ბევრი რატო მის საფლავზე რატო მიდიოდა, რატო მიაყენეო შეურაცხყოფაო მიცვალებულსო. ამას ეთქვით თუ რას ეთქვით მე არ ვიცი. ნამდვილად აზრზე არა ვარ მე თქვენ რა პასუხები გაქვთ ამისოთ მომზადებული. თუ გამოაგორეთ ეს ძიმი არტილერია გამოაგორეს ქოცებმა, ეს ქოცების ლატენტური ქოცების პარტია თუ პროქსი ქოცების ძალა, მგონი კარგად იცით ეს ვატო შაქარაშვილი რამდენჯერ მონათლეს პოლიტიკოსად და ოპოზიციურ ძალად ნეიტრალური საქართველოს და ეს გიორგობიანი და ეს ნაცების გენერალი ოქრუაშვილის გენერალი პირადად ნიკოლეიშვილი გამოვიდნენ ახლა და გამოაცხადეს რომ თურმეო ყველა ელჩებთანო გაწყვიტეთო ურთიერთობა. ყოჩახ ბიჭებო, ეს მოკლედ ეს ბიძინა გენიოსია, კაცო, ამნაირ რაღაცებს როგორი ფიქრა, ამათ ბიძინას მეტი ვინმე კი ვერ. ეს ახლა ევროპელებმა და დასავლეთის სპეცსამსახურებმა კი არ იციან, რომ იგივე ლატენტური ქოცობა და არანაირი იდეური ძალა არა ეს და არანაირი დამოუკიდებელი ეს არ არის. და მორჩა ქოცებმა გადაიღეს ერთი მხარე, გადაიღეს მეორე მხარე და ჩვენ გამოვალთ. ქვეყანა ლამის დაღუპის ზღვარზე მიიყვანით. ჯერ წინაწყეულმა, მანამდე წყეულმა შევარდნაძე, მერე წყეულმა სააკაშვილმა და ახლა თქვენ წყეულებო. და ეს ოფიციალურად გააფორმეთ და ჩაწერეთ კონსტიტუციაში, მაგრამ სად უკანალში იყო ამ დროს ეს რა ქვია შაქარაშვილი და ამის რა ქვია ოქრუაშვილის გენერალი და ესენი არ ვიცი მაშინ როდესაც ამას თან იურისტები არიან ესენი ღრმა დიდი განათლებით არიან ეს იურისტები. აქ ხო უამრავი ადვოკატი არის შეკრებილი და ეს მაგარი პარტია. მაშინ სად იყავით ერთი მაშინ რატო არ იღებდით ხმას? როდესაც იწერებოდა ეს კონსტიტუციაში ეს გულის ამრევი რაღაც.
არა, შენ შემოგევლე, მიშა, მიიღებენ, არ მიიღებენ, ეს ძალკე საკითხია, რო არავინ არ მიგვიღებს და რო არასდროს არ მიუღივართ ევროპას თავის რიგებში და თავის ტოლსწორად და თავის ოჯახად რო არ ღვთვის, ეს ისტორიული პასუხია საქართველოსთვის. ისტორიული პასუხი არის, ამას არ ჭირდება ბევრი ახსნა განმარტება, მაგრამ კაცო, ის რაც თვითონ მოისაქმეს ხოცებმა და ისაქმებენ ეს წლებია. ზოგადად, აი, როგორც ეს ბიძინა ივანაშვილის მოსაქმებული და მისი პარტიის მოსაქმებული საქართველოში, ქართველი ერისადმი. რო გეკითხათ, როგორ იჭრიდნენ ვენებს ევროკავშირში, ვითომ არ იცოდით, რომ ევროკავშირი რაღირებულებების ბლოკი იყო? ვითომ არ იცოდით, რომ ევროკავშირი ათეისტური გაერთიანება არის და აქ ღმერთის და იმის რა ქვია, სარწმუნოების ადგილი რო არ არის? და რომ ქრისტიანობა კულტურულ გადმონაშთად არის ჩაწერილი და მე გაგიკვირდათ თურმე რომ ვითომ პატრიარქი რო გარდაიცვალა, ესა რა ქვია, სამძიმარიო არ შემოგვითვალესო ევროკავშირიდანო და აი ამერიკიდანო შემოგვითვალესო სამძიმარიო. ამერიკაო, ჩვენი მეგობარიო და ევროკავშირმა ჩვენო სამძიმარიც კი არ გვითხრაოს. სირი კოცები ორი რო არის ეს რა ქვია, ხალხის ძალაუთ რაღაცა რო ქვია, იმათმა გააკეთეს ეს განცხადება და დიდი ქართველი პოლიტიკოსები საგარეო პოლიტიკას რო განმარტავენ. არ იცოდით, ხო? არ იცოდით, ხო, რომ ევროკავშირში საერთოდ ღმერთის სარწმუნოება მსგავსი რაღაცეები რო უბრალოდ რიტუალურ დონეზე ითვლება. რომელი დიდი მორწმუნეები ახლა თქვენ ახართ. და რა გგონიათ ახლა ის უბედურება, რომელი უბედურებაც თანდათან კიდევ და კიდევ უფრო ახლოვდება და ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ვატო შაქარაშვილი და ეს კოდორის ხეობის დამბომბველი გენერალი და ეს თაღლითი ადვოკატები გიხსნიან და გადაგარჩენენ? ვერ გადაგარჩენენ, არ მოხდება ეგ ყველაფერი. არაფერი თქვენ არ გიშველით. თქვენი ტრაკის თამაში აუცილებლად მალე დამთავრდება. და არ არსებობს დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა, რომელი ქვეყნის დროებით ინტერესებში ზის ქოცობა, ეს არის რუსეთი. მე არ ვამბობ, რომ ქოცური ხელისუფლება პრორუსული ძალა. არანაირად ეს სისულელე ამაზე ლაპარაკი. ქოცური ხელისუფლება არის პროქოცური, პრობიძინური და საკუთარი ტრაკის გადამრჩენი ძალა, რომელიც ეშმაკსაც შეეკრება დროებითი მოკავშირედ თუ მის ინტერესებს დაჭირდება. ახლა ამ მომენტისთვის რუსეთს არ ცალია კავკასიაში ომისთვის და უბედურებისთვის, თავისი ფრონტი აქვს და თავისი უბედურება აქვს იქ გახსნილი, 50 ქვეყანას ებრძოლება უკრაინაში და კავკასიაში ჯერჯერობით ეს სიტუაცია აწყობს. მაგრამ როდესაც მორჩება, დღეს გამოაცხადა იმან რა ქვია, გუშინ უფრო სწორად, ეჭვი არავის არ შეეპარუსო, რომ ჩვენი ესო რა ქვიაო, გამარჯვებაო აუცილებლად მოვა. თუ მე როგორ გარდაიქმნენ დააკვირდით? დააკვირდით ამათ ფალოსოფოსებს. როყავთ დიდი ფალოსოფოსი როყავთ, ერთი შათირიშვილი როყავთ, შათირა, რომელიც ერთი 5 წლის უკან თუ 10 წლის უკან რო ამბობდა, რომ მეო ნაციონალურ მოძრაობასო გულშემატკივრობდიო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობაზე უნდა ეთქვაო ვარიო, თუო ქართველერსო ევროპელობა უნდაო, ევროპელობაო თავის თავშიო მართლმადიდებლობაზე უარის თქმას წარმოადგენსო და მე კათოლიკე ვარო საერთოდო და დღეს რო ესა რა ქვია, დღეს რომ ვენები გადაიჭრეს იმაზე რა ქვია, თვითონ ქრისტიანობაზე და სარწმუნოებაზე. არ იტყვიან ქალბატონო დალი, არ იტყვიან, იმიტომ რომ ევროკავშირის თვითონ როგორც ასეთი ამ გეოპოლიტიკური ერთეულის წარმონაქმნი და გაერთიანების იდეოლოგია არის ის, რომ ევროკავშირის კი ბატონო თუ გინდა წადი ილოცე ეკლესიაში დაანთე სანთელი და ილოცე, მაგრამ იმის იქეთ ეკლესიას არანაირი ძალაუფლება და არანაირი ფუნქცია და არანაირი ღმერთი მაგათ კონსტიტუციაში და მაგათ წესში არ არსებობს. არის სამოქალაქო საზოგადოება, აქ უგულველყოფილია ყველანაირი არამატერიალური გრძნობები და არის სარწმუნოება არის ჩანაცვლებული ადამიანის უფლებებით და ძაღლების და კატების უფლებებით. არ უნდა ამას ბევრი ფიქრი, არ უნდა ამას ბევრი ცოდნა, ნებისმიერი გაერთიანება იქნება თუ ნებისმიერი სახელმწიფო იქნება, ყველა სახელმწიფოს და ყველა გაერთიანებას აქვს თავისი იდეოლოგია. და ევროკავშირის იდეოლოგია ასეთი იყო, ასეთი შეიქმნა ევროკავშირი, როგორც ასეთი,
არაფერი ახალი იმათ თავშივე არ უთქვიათ, რომ ევროკავშირი იყო რაღაცა სარწმუნოებრივი და ქრისტიანული კლუბი, რომელ ქრისტიანულ კლუბშიც მხოლოდ ქრისტიანული და სარწმუნოების ირგვლივ გაერთიანებული ქვეყნები ყოფილიყვნენ. არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოება და აბსოლუტურად ყველამ, ვისაც უნდოდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უნდა გაეტარებია ის რეფორმები მის ქვეყანაში, რა რეფორმებსაც ითვალისწინებს ევროკავშირი. დაკნინება რელიგიის როლის განულება და ეკლესიას მოაშორონ ხალხი და ჩამოართვან ხალხი სარწმუნოებას და გარდაქმნან მისგან სამოქალაქო საზოგადოება 65 გენდერის, იმის თუ ასე. გარაფერი ახალი არ ყოფილა. ეს ახალი იყო ქართველებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი და ნატო ეგონათ მარტო კაი ცხოვრება და დაცულობა და შენ თურმე საქართველოში პირჯვარს გადაიწერ თუ 100,000 მოწამის სახელი გერქმება მოედანზე, ეს არავის არ ჭირდება, შენ თუ ხარ უნდა იყო იმ იდეოლოგიის მატარებელი და იმ გზის მატარებელი, რომელი გზის მატარებელიც არის. ეს არის ეს. არაფერი არა მაგ სიახლე. და ეხლა გაიგეს თურმე კოცებმა და კოცების ჯოგნახირმა რომ თურმე ევროკავშირი თურმე სარწმუნოებრივ ღირებულებებს და ამგენს ვიმასქნება. არაფერი შემოძმაურ ამინდა რო უქნა და ხალხმა თავი არ უნდა მოიტყულოს და ღირსებით ევროპაშია რო იძახიან, შიგ ევროპაშია რო იძახიან, რაღაცა ღირსებით რო უნდა შევიდნენ. იმას, რასაც საქართველოში და ქართველებში ღირსებას ვეძახით, ის ევროკავშირში არის მიუღებელი. მიუღებელია. ისეთი შენ იქ ვერ შეხვალ. და ევროკავშირმა ჩვენ უნდა მიგვიღოს ჩვენი კულტურული იდენტობით და ჩვენი სარწმუნოებით. თქვენ არ მიგერტყმევიათ ხალხო რამეზე. საქართველოს გულისთვის გადააფორმატებენ იმას, რა ქვია, იდეოლოგიურ ბლოკს და შენ მოგცემენ იმის უფლებას, შენ გახდე ასეთი და შენ გახდე ისეთი. მასეთი საბერძნეთი ყავდათ, გაწევრიანებული და საბერძნეთში ჩიპებიან პასპორტზე რო თქვა, მოსახლეობამ უარი ის დოკუმენტი რო დაუშვეს, მაგის გამო დაახჩვეს საბერძნეთი და სული ამოხადეს საბერძნეთს. ეკონომიკურ სანქციებში ისე მოაქციეს და LGBT კანონებით დააკანონებიეს და ათასი უბედურებას. და საერთოდ საბერძნეთი როგორც ეკონომიკურად გახადეს სერვისის ქვეყანა. საბერძნეთს ერთადერთი შველის, რომ ისტორიული ქვეყანა არის და ტურისტი არ აკლია, არც ფრანგი, არც იტალიელი, არც იმგზივლის და იმით ცხოვრობს ის ქვეყანა, თუ არა, როგორც ასეთი კვალიფიციური მუშახელი საბერძნეთიდან დიდი ხანია გავიდა, იმიტომ რომ ნებისმიერი წარმოება, ეკონომიკა, ყველაფერი გაანადგურეს და მოათახსირეს. არ ჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს, ბიჭო, არის ესეთი აქსიომა პოლიტიკური, როგორიც არის სახელმწიფო, ყველა სახელმწიფოს გააჩნია თავისი იდეოლოგია, არა აქვს მნიშვნელობა ეს დიქტატორული იქნება, დემოკრატიული იქნება, არ ვიცი რა ჯულის იქნება, საბჭოთა კავშირი, ხო, აი ავიღოთ საბჭოთა კავშირი, რას ნიშნავდა? ნიშნავდა სახელმწიფოს, რომელშიც იყო ისეთი ფორმირებული სახელმწიფო, როგორიც იყო თავისი ЦК KPSS-ით, ერთი პარტიით, თავისი იდეოლოგიით, მარქსიზმის, ლენინიზმის იდეოლოგიით და თავისი ეკონომიკური სისტემით, ხაზს უსვამ, თავისი ეკონომიკური სისტემით, რომელიც იყო კაპიტალიზმიდან რადიკალურად განსხვავებული, სადაც კერძო საკუთრება არ იყო, ყველაფერი სახელმწიფო საკუთრება იყო და არსებობდა ასეთი. არსებობს კაპიტალისტური სახელმწიფო, ხო? კაპიტალისტური ეკონომიკური წყობა და ლიბერალური იდეოლოგია. ლიბერალური იდეოლოგია კიდე ეუბნება, რომ ლიბერალურ იდეოლოგიაში სარწმუნოების და მსგავსი რაღაცების ადგილი არ არის. ეკონომიკური მოდელის სახელმწიფოს კიდე მაქსიმალური ჩარევა ეს ნიველირებული არის. ამას ქვია, აი ეს არის ევროკავშირი. ეს საქართველოში ეკონომიკური რეფორმები მარტივად გააკეთებიეს. დაანგრევიეს მისი ხელით, ამათაც აწყობდა მთელი კაცო წარმოება, ეკონომიკა გაანადგურებიეს, გაათახსირებიეს, კანონმდებლობა კიდე საქართველოში სიმართლე გითხრათ ევროკავშირში არ არის. ისეთი ლიბერალური სხვათა შორის ურჯულოების და ურწმუნოების მიმართ საქართველოში როა. აიღეთ ის სააკაშვილის მიღებული ტოლერანტობის კანონი, რომელ ტოლერანტობის კანონშიც მართლმადიდებლობას და იმას, რა ქვია, გირჩის რელიგიას ერთი სტატუსი აქვს მიღებული და როგორც მართლმადიდებელი მღვდლის გაწვევა არ შეიძლება ჯარში, ასევე გირჩის მღვდლის გაწვევა არ შეიძლება ჯარში და 60,000 ესრო ყავს დეზერტირი. რომელსაც რომის პაპიც კი შენატროდა ეს რა მიიღო,
რასაც საქართველოს პატრიარქი ეწინააღმდეგებოდა და საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგებოდა, სააკაშვილი და ესენი პირიქით ტაშმანდურით ხდებოდნენ. ხომ გახსოვთ? და მათ შორის უამრავი ნაცქოცი დღეს ხმარო აქვს მიცემული და არც ამათ შეუძლებთ ის კანონმდებლობა. მოათახსირეს. არა, ეს საკმარისი. საკმარისი არის ის, რომ შენი ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა გადაცე და რაც ხდება რუმინეთში, რაც ხდება ბულგარეთში, რაც ხდება არც სხვა ქვეყნებში სხვათა შორის. იგივე საფრანგეთი აიღეთ. ფრანგ გლეხებს რა დღეში აგდებს ევროკავშირის სისტემა. გადახედეთ. რამდენი ფერმერების ბუნტი ყოფილა, რამდენჯერ გამოიტანეს და ფეკალური მასები დაყარეს იქ და მთლიანად გავნაუზებით შერაცხეს იქაობა, იმიტომ რომ რაცა ადგილობრივი გლეხის და ადგილობრივი ფერმერის უფლებები არ გაითვალისწინეს, იმიტომ რომ გლობალური ინტერესი, რაც არ აინტერესებს, არ აინტერესებს. ეს არის ევროკავშირი, აბა თქვენ რა გგონიათ? ხო და ახლა გაახილეთ თვალები ქოცებმა და ქოცების ქვეშ ერდომებმა? ახლა არ მოგწონთ, ხო? ევროკავშირი. აი ბატონო, არ მოგწონდეთ. და ვთქვათ, ახლა მოხვედით აზრზე. ბიჭო, ადამიანი სამართლიანი ხო უნდა იყო? ადამიანი სამართლიანი ხო უნდა იყო? ევროკავშირის წევრი რო გახდეს ქვეყანა, მინიმუმ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ამ ევროში ტრაკიდან განათლებული ევროკავშირელებსაც ვეუბნები და ამ ქოცებსაც. მინიმუმ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის სტანდარტი უნდა არსებობდეს. ვერ ნახავთ თქვენ ევროკავშირის ვერც ერთ წევრ ან კანდიდატ ქვეყანას, სადაც მინიმალური ხელფასი თუნდაც რაღაცა კაპიკები არ იყოს, მაგრამ იყოს მითითებული. საქართველოში გველაპარაკებიან იმაზე, რომ თურმე საქართველოში ისეთი გემრიელი ცხოვრება არის, სადღაც 3000 ლარამდეა თუ 2700 ლარამდე არის საშუალო ხელფასი. მინიმალურს არავინ არ ახსენებს, იმიტომ რომ კანონმდებლობაში მინიმალური ხელფასი 20 ლარია მითითებული. თვიური მინიმალური ანაზღაურება. ხა რამდენად სრულდება ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ესაა მითითებული. ამის შეცვლა არავის არ უნდა. არც ევროკავშირს მოუთხოვია არასდროს ეს. იმიტომ რომ არ აინტერესებს ევროკავშირი, არ აპირებს საქართველოს მიღებას, არსად და სულ ფეხებზე კიდია. ევროკავშირის ინტერესები ამიტომ კარგად ჩანს საქართველოსთან მიმართებაში, რომ ევროკავშირს უნდა საქართველოში თავისი იდეოლოგიის დომინაცია, LGBT უფლებების და უკნიდან განათლების უფლებების დანერგვა, და ეს არ გაგიკვირდეთ, ეს არა მარტო საქართველოში უნდათ, ასე? აგერ რა, სირიაში, როდესაც თავიანთი კაცჭამია ყაჩაღი რომ მოიყვანეს იმათ პრეზიდენტად. იქ რო ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეს ჯუგნა ბერბოკი, პირველი ის მოთხოვა, რომ იმედი გვაქვს, რომ მარლეო იმაშიო, რა ქვიაო, დამასკოშიო ტოლერანტობის იმასო ვიხილავთო. ნუ იქ LGBT-ები უნდა შეკრებილიყო და დამასკოში ის უნდა ჩატარებულიყო თურმე. LGBT კონცერტი გაშტერდა ეგაც რომ შეხედა წადი ქალო საიდან მოეთხრია, აქედან მიაფურთხასავით და მოიცილა. შეურაცხყოფა მიაყენა იმ ჯუგნას. და ისე მოიცილა. ეს არის მათი იდეოლოგია. ადრე თუ მოდიოდა რომელიმე ქვეყანა და მოდიოდა ვთქვათ სპარსეთი, მოდიოდა თურქეთი, მოდიოდნენ რა ეს მუსულმანური სახელმწიფოები, რა მოქონდათ მათ? მათ მოქონდათ ერთი ჩვეულებრივი წესი, გარდა მონღოლებისა ყველა დამპყრობელს. დაპყრობილი ქვეყანა უნდა გამხდარიყო მუსულმანი. რელიგია მოქონდა? და იყო რელიგიური ომები საქართველოში? ისე არის დღესაც. მოდის ევროკავშირი და ევროკავშირის რელიგია არის სამოქალაქო საზოგადოება. გინდა შენ მათი წევრი იყო? და თუ გინდა ბიძია მათი წევრი იყო, უნდა გახდა ისეთი როგორც ისინი არიან. ეს მათი რელიგია. და რელიგიაზე მეტი მაღლა მდგომია, იმიტომ რომ
აქ ბიბლია რო დაწვა და ყურანი რო დაწვა, არავის არ აინტერესებს, მაგრამ მიდი ახლა ერთი შენ და ელჭყპტ დროშა დაწვი, რას გიზამი. ასეთია ეს გაერთიანება და ასეთი ამოწყობის არის ეს ყველაფერი. ამაზე ხმა არასდროს არ ამოუვიათ. მე ვეკითხები ევროკავშირის წევრი რომელი კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობა არის ბომჟებად მოდებული, როგორც არ ეწყინოს ჩემ ქართველობას, მაგრამ ასია ეს ძმაო. სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოდებული არიან ქართველი ავადმყოფები, რომელთა სიცოცხლიდან და რომელთა ჯანმრთელობიდან ხელი აქვს დაბანილი საქართველოს ხელისუფლებას. არ აინტერესებს. აგერ ახლა დღეს იმართება ქუთაისში გაიმართა აქცია. ვისაც გაინტერესებთ, მითითებული აგერ ქვემოთ ლინკზე და შეგიძლიათ შებრძანდეთ და იხილოთ. და არის ეს აქცია გაიმართა, ჯერ ქუთაისში გაიმართა, ეხლა თბილისში გაიმართა და უწყვეტი პროტესტს ახორციელებენ მშობლები. ამ დაავადებული ბავშვების მშობლები, რომლებიც სახელმწიფოს თხოვენ წამალს. წამალს თხოვენ. და რომლის ელემენტარული ხო წამლით უზრუნველყოფა არ შეუძლია ამ ეკონომიკურად აყვავებულ და ეკონომიკურად გამდიდრებულ ქვეყანას, რომელსაც თურმე ემიგრაციის სალდო აქვს დადებითი და უკან ბრუნდება ხალხი, ვერ ახერხებს იმას, რომ ამ ბავშვებს წამალი უყიდონ. და ეუბნებიან იმას, რაც არასდროს ამათი პირიდან არ ამოსულა, რომ ხალხზე ზრუნვით თურმე ჯერ ცხოველებზე უნდა გამოიცადოსო წამალიო და მე მოგცემ თქვენო. არ ვიცი, მე კიდე ერთხელ ვამბობ, კოვიდის პანდემიის დროს არ გახსოვდათ 90 წელიწადი და ცხოველებზე გამოცდა წამლის და ახლა ძალიან კარგად გახსოვთ? არა, ეხლა გახსოვთ? ეს პანდემიის პერიოდში არა, მაგრამ ახლა გახსოვთ ესე იგი. რომ თურმე დასაცავი არის. იმიტომ რომ მაშინ შიგ ევროპიდან მოდიოდა, ხო, ეს მოთხოვნები, რომ არა, პრობლემა, მიდი კაცო, აუჩხირეთ და ამოწყვიტეთ, რამდენიც იქნება ამოსაწყვეტი და ვინ გადარჩება, ვინ მოგდება, ვინ. თან როგორ იძახოდნენ? ჩვენ ფაიზერი გვინდა. ჩვენ ის გვინდა რა ქვია, ჯონსონი გვინდა, ჩვენ ასტრაზენეკა გვინდა, ჩვენ რუსულ სპუტნიკს არ გავიკეთებთ. ჩვენ ჩინურით როგორ აიცერი? არ გახსოვთ როგორი ხელა ფაშიზმი იყო? ახლა თურმე ბავშვებზე ზრუნავენ, თურმე და წამალი არ მოაქვთ. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ამ ბავშვებს და რა ვიცი, ჩემი მხრიდან თუ რამის წვლილის შეტანა შემეძლება, ყოველთვის დავეხმარები და ყოველთვის გავახმოვანებ ამ ყველაფერს და მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, ეს რო არ ხდებოდეს ქვეყანაში, ჯანდაცვის სისტემა თავიდან ბოლომდე შესაძლოა. თორა დღეს ამ დაავადების ადამიანები იქნებიან თქვათ და დაკმაყოფილებული, სხვა დაავადების ადამიანები მოვლიან და იმათაც ჭირდებათ წამალი. ზეგ სხვა ადამიანების მოვლიან და ესე იქნება ეს, იმიტომ რომ იმაზე დიდი მაფია, რასაც ქვია სამედიცინო მაფია საქართველოში რო არ არსებობს. ამაზე დიდი ბოროტება არაფერი არ არსებობს და არაფერი არ შეუქმნია ნაცკოცურ ხელისუფლებას. ამაზე მეტი ახლა ვეკითხები ამ სირ შაქარაშვილსაც, ვეკითხები ამ დასირებულ იმასაც, რა ქვია, ამ ძუკნაკალს, რა ქვია, ბოჭორიშვილსაც. ბიჭო, ასე ძალიან ამაყი ქართველები რო ხართ თურმე. ძალიან დიდი სიამაყის ქართველები რო გაქვთ და თავის სუვერენიტეტზე რო ლაპარაკობთ. თქვენი სუვერენიტეტი და სიამაყე სადაა, როდესაც გადაყრილია 10,000-ობით ქართველი უცხოეთში სამკურნალოდ. და უპატრონო ერად გაგვიხილავენ და ამ ხალხს უწყვიტავთ მკურნალობის საშუალებას. მაშინ სადაა თქვენი სუვერენიტეტი? სად ტრაქში გაქვთ გაკეთებული ეს სუვერენიტეტი? გეკითხებით. აი ამ ბავშვების მიმართაც თქვენი სუვერენიტეტი სადაა? ბავშვების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება ზრუნვა უამრავი კონვენციით, რომელზეც ხელი გაქვთ მოწერილი, უამრავი შიდა კანონმდებლობით, კონსტიტუციით, ყველაფრით გაქვთ გამყარებული. რა ხდება ეს? რაშია საქმე? სხვა ქვეყნებში თუ მიდის, წამალი საქართველოში რატო არ მიდის? აქ სადაა თქვენი მაჩვენეთ ერთი რომელი რო წივი ხართ და კი ვიხართ, რომ
ჩვენი ეკონომიკა ასე გაიზარდა და ჩვენი ეკონომიკა ისე გაიზარდა. მაჩვენეთ ერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომ მაჩვენეთ ერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ერთი მოქალაქე, რომელიც მის ქვეყანაში ვერ მკურნალობს და ჩაბარებულია საფრანგეთში. უკრაინელებზე არ აქვს ლაპარაკი. უკრაინელებზე არ აქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ უკრაინელები ეს საცოდავი ხალხი და ეს ქვეყანა შექმნეს ევროპის ავღანეთად მართლა და ეწირება ეს ქვეყანა ამ ყველაფერს და ეწირება ეს ხალხიც ამ ყველაფერს და დაანგრევენ და გაწირავენ და გაანადგურებენ. ახლა მაგაზე ბოლო უკანასკნელი უკრაინელი სანამ არ დარჩება, მასზე არაა ლაპარაკი. კი ბატონო, მაგრამ თუ უკრაინელებს მისცეს ეს მისია იომეთო, უკრაინელებს ისიც გაუკეთეს, რომ დევნილები იქნებოდა, ჩავარებულები იქნებოდა, დაჭრილები იქნებოდა, თუ რა იქნებოდა, მკურნალობენ. ქართველებიდან განსხვავებით. სხვათა შორის რა მინდა გითხრათ? აი ამ სირებს, აი ამ სირ ევროპელებს და ამ უკნიდან განათლებულებს. მართლა ის სიკეთე, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გაუკეთეს საქართველოს და მე კონკრეტულად ფილმი ამაზე გადავიღე, ხო? საფრანგეთზე. ამაზე ლაპარაკი არ მიდის. არ მიდის, იმიტომ რომ იმდენად დაბალი დონის, იმდენად ჩოლუნგი და იმდენად ავადმყოფი იდეოლოგიის ხალხი არიან. ვიღაცა ლაზარია გრიგორიადისზე, ვიღაცა ქალი რო ყავთ, ვიღაცა დაჭერილი იმის სინდისის პატიმრობაზე, ამაზე იფხრიწავენ ვენებს და აგერ სინამდვილეში რა სიკეთეც აქვს გაკეთებული. იმ წევრ ქვეყნებს ევროკავშირის წევრების რომლებიც არიან. ხო? მანამდე ეს არ ახსოვთ. მეც ახლა სტალინის საგინებლად რო შემოხვედი, ვითომ ამით რა გინდა ახლა მაგარ პატრიოტიზმს ამტკიცებ, რომ სტალინის დედას შევეცი თუ მე მიშლი ნერვებს თუ სტალინის დროს ქართველები არ იყვნენ გადაყრილი არსად სამკურნალოდ. სტალინის დროს შიმშილით არ კვდებოდა ქართველიერი პირიქით დემოგრაფია იმატებდა, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, განათლება ეძლეოდა ხალხს და ღირსეულად იყო ქართველიერი წარმოჩენილი. ღირსეულად იყო. და თავს ხრიდა მთელი მსოფლიო. მის წინაშე თუ ვინმე გიცნობს დღეს რომ ვინმე ხარ სტალინით გიცნობენ. თუ არა ვეფხისტყაოსანი და რუსთაველი გერმანელ ახალგაზრდობას ქართველ სიტყვაზე მომბობ. ქართველი კი არა. გოეთე, ბეთჰოვენი და შილერი არ იციან. და ჰეგელი არ იციან და კანტი არ იციან. თავისი არ იციან, ისე დაასწირა ამ ლიბერალურმა სამყარომ. ხო და ბევრი აგინეთ კიდე სტალინს. ბევრი აგინეთ კიდე სტალინს. და უკეთესად გახდებით. უკეთესად გახდებით. და ამით ამტკიცეთ პატრიოტიზმი. ამით ამტკიცეთ პატრიოტიზმი და ამით იმასკენ სადა ერთი ახლა თანდათან ალბათ ყველა მოიკრიბება, მე რო თავისი არსებობის ის რო წარმოაჩინოს, რომ ვითომ თუ არა ეს მეძაღლეები თავს რო იკლავდნენ იმისთვის, რა ქვია, ძაღლების გულისთვის და ქუჩაში გარბოდნენ, ამ ხალხის ამ ბავშვების დახმარებისთვის ერთი ისტერიკა არ ატეხილა. შეხედეთ ამ სირთა ჯოგს. აი ამ სირთა ჯოგს პატრიოტიზმზე რო გელაპარაკებიან, ვიღაცა ირანში ვითომ ჩამოსახჭობად გამზადებული ახალგაზრდის გამო ქართველი ქალები ნიფხავს იგლიჯავდნენ ტანზე. ძაღლის გამო ნიფხავს იგლიჯავდნენ ტანზე. აგერ ბავშვების სიცოცხლეზე არის ლაპარაკი. პოსტს არწერს ზოგიერთი. კომენტარს არწერს. ქუჩაში გასვლაზე ზედმეტია ლაპარაკი და მხარდაჭერაზე იმ მშობლებისთვის, რომელი მშობლებიც ერთი კვირა იქ ღამეს ათევენ. სადაა თქვენი დედაშევეცი, თქვენი ჰუმანიზმი? სადაა თქვენი ადამიანობა? მე ჩემზე რო ბრაზდებოდით ცხოველებს რატო იმაშვებითო? მე ცხოველების დაცვის გამო არ გიჩხუბებოდით თქვენ? მე იმას ვამბობდი რომ აფირისტები ხართ თქვენი დედაშევეცი თქო. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს ძაღლის ბედი გადარდებდეს და ადამიანის და ბავშვის ბედი არ გადარდებს. სადა ხართ თქვენ დედაშევეცი ახლა? სადა ხართ ერთი? გეკითხებით, სად ხართ ეს ხალხი? ძაღლის გულიზე რო კვდებოდით და ძაღლების გენოციდზე რო ვენებს იჭრიდით. თქვენ თავარი მეძაღლესთან ერთად სადა ხართ? აგერ რა წირავენ ბავშვებს? რატო არ ხართ მათ გვერდით?
ნებისმიერს მოუწოდებ აქ ბავშვების სიცოცხლეს ეხება ადამიანის სიცოცხლეს აი ის რატო არ მიდიხარ ზოგიერთი ისა რა ქვია პარტია აი იქ ნაცები დგანან და ან ისინი დგანან და იმად გვერდით ხო ბავშვების სიცოცხლე არ გაინტერესებთ ხო ფეხებზე კიდიათ რა თქვენი საქმეა ხო სადა ხართ ეს დიდი ქრისტიანები რო ხართ მე ახლა დაიწყებენ რომ რას ქვია კონსერვატორებზე რატო ამბობ ამას თურმე მაგას ელაპარაკი არ შეიძლება სადა ხართ ქვედალოცვილებო თქვენ თქვენი მხარდაჭერა სადა აქ ერის გენოფონდზეა ლაპარაკი ერის მომავალზეა ლაპარაკი რატო არ უდგეხართ მხარში გეკითხებით აქ ხო ბავშვების სიცოცხლეზეა ლაპარაკი არ გაძლევენ ამის უფლებას უი ბოდიში თქვენთან არ გცალია თქვენ ახლა დაკავებული ხალხი ხართ ხო ხოცებზე მე ზედმეტია კაცო თქვენ ახლა საერთოდ ეს მარტო ამათ არ ეხებათ კაცო ეს მორწმუნე კოც ნაცური ძალა რო გყავს ჩვენ იმაში რა ქვია ელემენტარული აი ხო რითი ხართ დაკავებული იცი მე გეტყვი თქვენ რითიც ხართ დაკავებული ხართ საპატრიარქოს არჩევნებით ოღონ შიო მუჯირი გავიდოდეს იქ და არავინ არაფერი არ გადარდებთ ესაა თქვენი საქმე ესაა თქვენი პრიორიტეტი ესაა თქვენი ამოცანა ამ ბავშვების სიცოცხლე მაგარი კიდიათ ისე როგორც მთელი საქართველოს კიდიათ სადა ხართ სასულიერო პირები სადა ხართ თქვენ სადა ხართ ბავშვების სიცოცხლეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს ეხება რატო არასდროს ასეთ საქმეზე არასდროს საპატრიარქო ხმას არ იღებს და არასდროს ხმა არ ამოუღია და არასდროს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია არა მარტო ამაზე იგივე აბორტებზე და იგივე სხვა უბედურებაზე რით აღარ დაკავებული მე გეტყვი თქვენ რითაც ახართ დაკავებული აგერ ახლა ერთი ამნაირი ბლოგერია ეს კოცი ბლოგერია ერთი კოცი დიდი მორწმუნე ქრისტიანი არის ეს მილიონები უსმენენო ჩემს იმასო რა ქვია ბლოგსო და ჩვენ სამშობლო გვიყვარსო და ჩვენ ოღმერთი გვწამსო და ხარდაჭერაო შიოს ის ახლა გარეთ რომ ბავშვები კვდებიან და გაჭირვება როა და ექიმი ის არ ადარდებს ამას ვიღაცა თამარა არის რა მიყრიან ხანდახან ჩემი გამომწერები ამათ და ახლა შესულია და შიოსთვის ლოცულობს და შიოს ხარდაჭერას ლოცულობს და ეგერ ბავშვები რო კვდებიან შიმშილით და უწამლობით და უფლობით აი ესეთი ქრისტიანები ხართ თქვენ აი ესეთი ძალიან მაღალი დონის ქრისტიანები ხართ თქვენ ეს კოცი ქრისტიანი ეს თლაცასწაული არის ერთი კიდე ეს შემხვდა და აქ ლატენტური კოცები არიან თავმოყრილი და ესენი რა ქვია არ შემხვდა უბრალოდ გადმომიგზავნეს აი ეს თურმე ღმერთო ისო რა ქვიაო მე მომეჩვენა თუ ეს ასე არისო შიო მუჯირიო დავით აღმაშენებელსო როგორ გავსო უწმინდესმაო დაგვიბარაო ეს ყველაფერიო რომ აი როგორ გვიქნესო ანუ შიო გახდება თურმე დავით აღმაშენებელი და იქ უნდა შეხვიდე და მთელი კონსერვატორიაა შეკრებილი და ღმერთმა დალოცოს შიო და ღმერთმა აი ესაა ჩვენი ხსნა ახლა ეს გაიყვანს ახლა პატრიარქმა ვერ შეძლო მეორეთ მოსვლის დროს თებში ხალხის გაყვანა ახლა ეს გაიყვანს დავით აღმაშენებელს რო გავს შიო თურმე ეთყობა დღე იმიტომ არ დადის ხალხში და აქციებზე იმიტომ არ დადის ღამე დადის დავით აღმაშენებელივით გადაცმული თურმე და ეს დაიარება და ისე ხვდება თურმე ხალხს და გავს და შარავანდედი ადებს თავზე ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული რომ ვიღაცას მოეჩვენა თურმე აი რა უნდა გელაპარაკოთ ბიჭო რა უნდა გელაპარაკოთ ბიჭო
გინდა ნაცია იღეთ, გინდა კოცი აიღეთ, გინდა კონსერვი აიღეთ, გინდა ამათი აქტივიზმი აიღეთ, გინდა ეს ფარისევლები და აფირისტები აიღეთ ქვეყანაში. რა უნდა გელაპარაკოთ? აი ეს ხალხი ხარ თქვენ. და გეტყვით აი ერთ ელემენტარულ მაგალითს გეტყვით რა. ალბათ ყველას გვახსოვს არც ისე დიდი ხნის წინ იყო, რამოდენიმე თვის წინ იყო, რომ ვიღაცა არაბებმა ჯვარ შეურაცხყოფა მიაყენეს. ხო გახსოვთ? მე პირადად მედო ჩემ გვერდზე და აქაც და YouTube-ის არხზეც და დაახლოებით 4 მილიონი 5 მილიონი ნახვა ქონდა საერთო ჯამში მარტო ჩემი გვერდიდან. ვენებს იჭრიდა მთელი საქართველო. ჯერ ეს ვინ გააკეთაო, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. მერეო რა თქმა უნდა ეს გასაწმენდი და გასაკეთებელიაო. ერთი თურქი იყო, რომელიც წერდა ღიად, რომ მე გავაკეთეო, პროვოკატორი იყო და მიიღო იმან მისაღები, მაგრამ როგორ მიიღო და რანაირად მიიღო ეს ცალკე თემა. ისე მიიღო, რომ საერთოდ გაუქმა. კარგახანი Facebook-ი. არა მაგაზე სალაპარაკო, ვისგან მიიღო და როგორ მიიღო, არ ვლაპარაკობ მაგაზე. მაგრამ ამდენი ხანი ეს ჯვარი თავის პედესტალით შეურაცხყოფილი იყო, ამდენი ხანი იყო წარწერა. თვეები გავიდა მის მერე. ამდენმა მორწმუნემ, ამდენმა ქრისტიანმა, 1,5 მილიონი რო პატრიარქის გასვენებაში იყო წასული. ხო ყველამ კარგად იცოდა სადაც იყო. ამდენმა მამაომ, ამდენმა ტამპლიერმა ლამის, აი შიოში და იმაში რომ იმას ხედავენ და პატრიარქის მცველები რო იყვნენ მაშინ და ახლაც რო პატრიარქის საფლავს იცავენ თუ ეს შეურაცხყოფილი ჯვარი ვერ დაინახა. ვერც ეს წარწერა ვერ დაინახა. ან დაინახა და კომენტარში დაწერა, წადიერი, ხამის დამწერის დედა მოუთხან ასე იტყო და ეხლა ვიცი. კაციშვილს ბიჭო არ უფიქრია რომ ავალ და წავშლი. აი ეხლა უბრალოდ ახლობლებმა გადმომიგზავნეს ვიდეო ჩუმად, წყნარად, არაფრის ყველასგან უთქმელად ეს ვიდეოც შემთხვევით მოხვდა ჩემ ხელში, რომ გავასუფთავეთო, რომ იცოდეო, რომ გაიგეს ეს ამბავი, ავიდნენ და წელამდე თოლში გაწმინდეს, გაასუფთავეს და გადმოუგზავნეს უბრალოდ ახლობელს მტკიცებულობის გამო. რომ ასეაო ეს ყველაფერი შესრულებულიო და აქ არ უნდა ვაბლატაოთ კაცო, სხვა რჯულის ადამიანებიო. თუ არა ამ ხალხს ეს არც ინტერნეტში დაუწერიათ, არც სადმე დაუწერიათ და ხმა არ ამოუღიათ. ასეა საქართველოში. მილიონები ხედავენ. მთელი ეს დიდი ქრისტიანები ამ ყველაფერს ხედავენ. მაგრამ მოქმედებს 1 და 2. ბიჭო წესიერად ილაპარაკე რა. დადი ძმაო შენ არ გინდა ნორმალური ცხოვრება და მიბრძანდი აქედან. წადი ახლა და იგინე და ლანძღე ვისაც გინდა სტალინი ლანძღე და გინდა ერთმანეთი ლანძღე თქვენ ლიბერალურ სამყაროში, ნაცკოცურ სამყაროში. ეს არის შედეგი. თუ რეალურად მას არის მოქმედია საქართველოში. ყველას უნდა სხვისი ხელით გაკეთებული. ყველას უნდა სხვისი იმით გაკეთებული. წმენის შეურაცხყოფის მოგვარებაც, ქვეყნის პრობლემების მოგვარებაც, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაც, ყველაფერი. და ეს ძალიან კარგად იციან. ეს ძალიან კარგად იცის სუსის ანალიტიკა. ძალიან კარგად იცის. ძალიან კარგად იცის როგორაა დაშლილი და როგორი რამდენი ფსევდო ქრისტიანი გვყავს, რამდენი ფსევდო ვაჟკაცი გვყავს, რამდენი ინტერნეტ ლომი გვყავს, რამდენი მართული საზოგადოება გვყავს და იქცევიან ასე. არ მივა ახლა ხალხი იქ. ამ ბავშვებს არ და იმის ხალხს არ დაუჭერენ, ხარს რატო იცით? იქ ნაცები არიან. და ეხლა გამოვლიან ქოცი პროპაგანდონები. დიდ ქრისტიანებად რომ მოაქვთ თავი,
და ეს დიდი ქრისტიანები დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ ბავშვის სიცოცხლეს რო ეხება, მე რა რომ ბავშვის სიცოცხლეს ეხება, იქ ნაცების გვერდით როგორ დადგა, იმ ბავშვების მშობლები ყველა ნაცებია და ის ბავშვები ყველა ნაცებია და ნაცების გვერდში ყوار დადგება. ეს ავატყოფი ბავშვები თუნდაც ნაცები იყვნენ. ნაცების შვილები იყვნენ. შენ თანამოქალაქე არა? გაჭირვებული არა? ბავშვი არა? გაუმარჯოსო ქართველის ნათქვამია გაუმარჯოს მტრის პატარა სადამ ჩვენ ტრობას ისწავლიდეს. ასე რამე შეგაზიზღათ ვინ. რამა თქვენ რას უყურებთ? ეხლა ესენი ვინმე რამის გამკეთებლები არიან? ვინ რისი გამკეთებელია? ეს ბოზიშვილი ქოცები არიან? ამათი ბიჭო გაკეთებული არ გაიშვა, არსად თუ ჩემი ძმა ხარ. თვითონ აბა ერთს გეტყვით. აბა ერთი რომელიმე მინისტრის შვილს კონდეს იგივე ჯანმრთელობის პრობლემა. აბა რომელიმე ბობოლა ქოცს კონდეს მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემა. ის უკვე ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა. წერია ფრანგულ დასკვნაში ყველაფერი. დავდებ მე იმ ფილმს, დავდებ. გავახსენებ კიდევ ერთხელ და გადაუგზავნეთ ყველამ ერთი მეორეს. შავი თეთრზე წერია. შავი თეთრზე წერია. მინისტრები მიდიან და საქართველოში ჯანდაცვას ვერ ვენდობით და გერმანიაში უნდა წავიდეთ სამკურნალოდ. კი, ის მინისტრია, ფული აქვს და სახელმწიფოს ხარჯზე მიდის. ჩვენ რა ვქნათ? ვისაც ჯანმრთელობის საშუალება არ გვაქვს ფული, რომ ჩვენ საკუთარ ჯანმრთელობას ევროპული სტანდარტებით მივხედოთ. ღმერთო დალოცე ბიძინა, ომი არა, მიშა მოგვაშორე. და ევროკავშირი როგორ გაგვიბედავს, ბიჭო, რამე. ევროკავშირი რას ქვია? ევროკავშირის ელჩმა რამე თქვა. აგერა ამაყი ბიძინა და აგერა ესა რა ქვია, გამოაგორებენ, აგერ ვატო შაქარაშვილს და გამოაგორებენ ის დედამოწყნულ ხუინდრავას იმას და მაკაბოჯორიშვილს მარტაკოსი ეზასავაო. იმაო, ჩვენი ფასიო იციანო, კაცო. მთელი მსოფლიო ჩვენგან გებულობს სიმართლეს. ამა დედას შევეცი მე ამ ბიოლოგიურ ნაგავს ამ ქოცებისაც ამაც. ამაზე კაის მთქმელის დედას შევეცი სულ ყველასას კიდე. ხუინდრავას მადიდებელი რო იქნები ადამიანი და ბოჭორიშვილის და ამათი. ჩიჩილაკასი და ამათი. ეტო შემაგინე, იმიტომ შეგაგინე დედამოწყნული ხარ და იმიტომ შეგაგინე რა. გინებას აღარ გინდა, ხო, რომი? არა ხო. მერთმა დაალოცოს ბატონი ბიძინა. შამოგვაშო. არჩერა. კარგი შემოკარგება დაგემშვიდობებით ახლა მე და აი ესაა რეალობა. როგორც ის ჯვარი 3 მილიონში ერთეულმა გაწმინდა, ისე ზრუნავენ ძირითადში 3 მილიონში ქვეყნისთვის. ამიტომ მივდივარ წინ. იმიტომ წავალ წინ. ეს ინტერნეტ და TikTok ლომები რო არიან და ეს დღედაღამე რო ზიან ახლა რო შეხვიდე TikTok-ში და ბიჭო ამ ხალხს მაინც ყოველ დღე რაცა 40 წუთი 1 საათი ხანდახან ლაივი მინდა ჩავწერო და იმისთვისაც დროის მოძებნა მიხდება. ამ ხალხს ძმაო მე არ ვიცი რა. დღედაღამე ყრიან TikTok-ში, დღედაღამე ტლიკინებენ, დღედაღამე ქადაგებენ პატრიოტიზმს, დღედაღამე არჩევენ საქართველოს გეოპოლიტიკურ კვანძს, რუსეთთან დიალოგს თუ ევროპასთან დიალოგს. ერთი ვერ მოიკრიბებიან, რომ წავიდნენ ჯვარი გაწმინდა. ის ზრუნავენ ქვეყანაზე, წაით ვიზია იტლიკინეთ, იჭორიკნეთ. მერე ნურავის ნუ გაგიკვირდებათ. როგორც უყვარს მასას მისი ქვეყანა და როგორც წამს ღმერთის და როგორც ღირსებას გააჩნია, აი ის არის მე ჩვენ ქვეყანაში ისევ ცხოვრობთ და ისე იცხოვრებს მომავალშიც. ესა აქსიომა. ესა აქსიომა. მაჩვენებელია ყველაფრის. აი იმ ბიჭებს კიდე ღმერთმა გაუმარჯოთ. მაგეთი კაცები გვიმრავლოს ღმერთმა. ჩუმად ადგებიან, გააკეთებიან საქმეს და კაცისთვის არ გააგებიებ. დროებით